გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული საზარელი ფაქტი მეზობლის სახლში მოხდა, სადაც შეკრებილები იყვნენ, შეკრებილი იყო საძმაკაცო და აღნიშნავდნენ ერთ-ერთი თანასოფლელის იუბილეს, სწორედ ამ სუფრაზე დაწყებული კონფლიქტი გახდა მოგვიანებით მკვლელობის მიზეზი. მკვლელობისთვის დაკავებულმა მამაკაცმა დატოვა ჯერ სუფრა, სავარაუდოდ ის გაემართა სახლისკენ, სადაც მას ეგულებოდა სანადირო იარაღი და უკვე ამ იარაღით დაბრუნებულმა პირდაპირ დამიზნებით ესროლა 57 წლის ვიტალი ჯოჯიშვილს, რომელსაც ჭრილობა ყელის არეში მიაყენა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, ცოცხალი დახვდა სამედიცინო ბრიგადას აღნიშნული მამაკაცი, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. სულ რა გახდა აღნიშნული დაპირისპირების მიზეზი? სოფელში არიან გაკვირვებულები გამომდინარე იქიდან, რომ მკვლელსა და მოკლულს შორის მრავალწლიანი მეგობრობა იყო, ისინი იყვნენ ერთმანეთის კლასელები და როგორც აქ გვეუბნებიან, მეგობრობდნენ კიდეც, აქედან გამომდინარე მათთვის ეს ფაქტი არის წარმოუდგენელი, თუმცა მიუხედავად ამისა, მკვლელობისთვის დაკავებული მამაკაცის კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვენ ადგილობრივები. ერთ სოფლიდან არიან წამოსულები, კლასელები იყვნენ, ჩამოსულები არიან საიდანღაც. სახლიც ამანაყიდინა მოკლულმა იმასა. ქეიფობდნენ, რა ვიცი და ისიც იქა ყოფილა, მერე წასულა. რავი ეგრე ამობენ და ენდე უბედურობა მოახდინა მერე. ვინც დაკავებული არის, იქ წასულა მერე იქიდან. იქ არ მოხდა ეგ ჩხუბი სხვაგან მოხდა? იქ მიუტანია ის იარაღი შვილო, საცა ქეიფობდნენ, საცა ყურსაჭამდა. და იქ უსრია. ეცე შემოვედი ახლა, ნახე გასვენებული და რა ხდება, მე ვინ გავგვაგებინებს საბაჩვენ. ვინც იქ იყო იმათ იციან. ჭრილობა აქვს დანით თუ იარაღი თუ რა სამბობ? თოფი აქვს ნახე, თოფი ამას შექმნას. ვიცი რომ ტომილები იყვნენ და მეგობრები იყვნენ, სულ ერთად იყვნენ და მე რაღაც კონფლიქტი ჰქონიათ ამ უბანში ამბობდნენ და ვერ გეტყვით. ვიტალი ჯოჯიშვილს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით, კერძოდ სანადირო თოფით აქვს ყელის არეში მიყენებული, რაც შეეხება დაკავებულს, ის ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, უახლოეს საათებში მოხდება ბრალის ოფიციალურად წარდგენა, რის შემდეგაც უკვე აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს სასამართლო.